თუ გაინტერესებს როგორ ვიღებთ აი ესეთ ფოტოებს, ან აი ესეთს, მაშინ მოდი დავიწყოთ. პირველ რიგში მე ბაზარში ან სუპერმარკეტში მივდივარ და რეკვიზიტებს ვხედავ. დღეს ჩაქაფული და სუფხარჩო გადავიღეთ. ამიტომ ნახევარი ბაზარი გამოვიტანე მწვანილები, სანელებლები, ხახტი, ნიორი. სტუდიაში ყველგან ტარხუნის სუნდრი არის. შემდეგ სცენოგრაფია ვარჩევთ ჭურჭელს, რომელიც კერძს საუკეთესოდ გამოაჩენს. ბექგრაუნდიც კერძის შესაბამისი უნდა იყოს. ხან მუქი, ხან უფრო ღია, ყოფზები, ჩანგლები, ჩამჩები, ყველაფერი შეიძლება მოხდეს გადაღებას. მერე ვეუბნები კერძს. დღეს შენ უნდა ელაპარაკო კამერას და ამ დროს უცებ დახედავს სამკვეთი და ფიქრობს. ნამეტანი გალომაზება ხوار მოვიდეთ ამათ. მაგრამ მოსწონს ყველაფერი და აი მაშინ ერთვება განათებები და ჩხაკ. პირველი ფოტოც მზად არის. მერე იწყება მეორე. ისევ ჭურჭელი, ისევ ინგრედიენტები, სხვა ბექგრაუნდი, განათება, სხვა კუთხე, კომპოზიცია და მეორე ჩხაკ. შემდეგ ფოტოს დამუშავების პროცესი მოდის. აი ასე ვიღებთ იმ ფოტოებს, რომლებიც დღეს თითქმის ყველა წამყვანი ბრენდის სოციალურ ქსელში შეგხვდებათ. მარტივად რომ ვთქვათ, ეს არ არის უბრალოდ ერთი ფოტო. ეს არის გემოს ვიზუალურად ჩვენების ხელოვნება.